საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს და დღეს გავაკეთოთ გაშლა მარტის თვეზე, სადაც დასრულდება თებერვალი და რას მოგვიტანს მარტის თვე. გავიგოთ კარიერაში და პირად ცხოვრებაში. რას მოგვიტანს მარტის თვე კარიერაში. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას მოგიტანთ მარტის თვე კარიერაში. იქნება ეს და მეორე სხვა დასტით გავაკეთებ პირადს. მეგობრებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თბილი კომენტარებისთვის, რასაც მიწერთ ხოლმე. ვისაც არ გაქვთ ჩემი გვერდი, გამოიწერეთ, გამოწერილი ვისაც არ გაქვთ და თუ მოგწონთ ვიდეოები, მოიწონეთ, რომ უფრო ბევრ ადამიანმა ნახოს. კარგი, რას მოგიტანთ მარტის თვე, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენს პირად ცხოვრებაში, რას მოგიტანთ მარტის თვე? დავიწყოთ ჯერ კარიერით. აი ეს, ვაუ. პირდაპირ იმპერატორი. მეგობრებო, აქ მიყვებით ადამიანები, ვინც ხართ უკვე ამ ენერგიებში, ან აპირებთ რომ იყოთ, ასე ვიტყვი, და კარიერაში რაც გაქვთ დაგეგმილი, მინდა გითხრათ, რომ აი 100%-ით ძალიან კარგად გამოგივათ. აი ამ ერთი არკანითაც უკვე შემიძლია ამ ყველაფრის თქმა. ამაზე ძალიან ბევრი რაღაცის საუბარი შემიძლია. ზოგადად ვიღაცები შეიძლება ხართ უკვე ისეთ მომენტში, რომ მართავთ რაღაცას, თქვენი ბიზნესი გაქვთ და კარგად გამოგდით აი ამ ბიზნესის მართვა, ან გეგმავთ მარტის თვეში ამ ყველაფერს და არ იცით როგორ გამოგივათ. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად წავა და ვიღაცები, ვისაც უბრალოდ სამსახური გაქვთ, მუშაობთ და გინდათ უფრო მაღალ ეტაპზე ასვლა, კარიერული წინსვლა, მინდა გითხრათ, რომ აი მარტის თვეში ზუსტად იქ აღმოჩნდებით, რაც გაქვთ ჩაფიქრებული. ან შეიძლება არც გაქვთ ჩაფიქრებული და არც გიფიქრეთ ამაზე, უბრალოდ დაგაწინაურონ, უფრო მაღალ ლეველზე აგიყვანონ და ძალიან კმაყოფილი იქნებით. მთლიანი ფონი არის ისეთი, რომ კარიერული წინსვლა ნამდვილად გელოდებათ თან ისეთი, სადაც საკმაოდ კმაყოფილი იქნებით, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ შინაგანად გაქვთ ისეთი ენერგია და ძალა და ცოდნაც, რა თქმა უნდა, რაც რითიც ძალიან კარგად გამოგდით ზოგადად მართვა, რაღაცის მართლობა, რაღაცის უფროსი გახდებით, ან მენეჯერი, ან უფროსი, ან უფრო მაღალ ეტაპზე გადახვალთ, ან როგორც წევამ თქვი, რაღაც ბიზნეს გააკეთებთ, რასაც ძალიან კარგად მართავთ. კარგი, უფრო ჩავშალოთ და გავიგოთ კარიერაში რა გელოდებათ მარტის თვეში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ეს ყველაფერი ვისაუბრე, მე მგონი და ხო, აი აქაც უყურებთ როგორი სიტუაცია არის. მიყვართ ადამიანები, რომლებსაც იმ საქმეში, რასაც ახლა აკეთებთ, საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, მეგობრებო, საკმაოდ შეიძლება მტკივნეულიც, შეიძლება არც ისე მტკივნეული, ნუ ყოველ შემთხვევაში იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, დიდი გამოცდილება გაქვთ ძალიან და
ეს მარტის თვე მოგიტანთ რას? ძალიან ბევრ გადაადგილებებს, რაღაც შეხვედრებს, მაგრამ ეს ყველაფერი არ ვფიქრობ, რომ იქნება რაღაც დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანის გადაადგილებები. ეს არის როგორც წეღან აღნიშნე, აქ იმპერატორის არკანი მოვიდა, აქ მაგის და მინდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაშიც არის ისეთი მომენტი, მაგსაც შეუძლია იმ ყველაფრის მართვა, რასაც რითიც არის დაკავებული. ძალიან კარგად თან, აი თქვენს ხელშია ყველაფერი, თითქოს თქვენი საქმე გაქვთ, აი ესე ვიტყოდი, უფრო მეტად და აი ამ თქვენი საქმის გამო, რასაც თქვენით აკეთებთ, შეიძლება თქვენი ხელებით ან თქვენ მართავთ რაღაცას, ყოველ შემთხვევაში თქვენ ხართ თავი და თავი ამ ყველაფრის, რაშიც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ან თუ ჯერ არ აკეთებთ, აი მარტის თვიდან გეგმავთ ამ ყველაფრის დაწყებას და მოგიწევთ გადაადგილებები, რაც საკმაოდ კარგად წარიმართება, ყოველ შემთხვევაში გამოგივათ ძალიან კარგად. ვიღაცები სხვათა შორის ვიტყოდი, რომ შეიძლება რაღაც ესეთი ონლაინ ბიზნესიც გაქვთ, იმიტომ რომ აქ უყურეთ როგორი მაგის არკანია, უფრო ესეთ სოციალურ ქსელებში ყოფი ადამიანის, ხო? რაღაც შეიძლება გაქვთ თქვენი გვერდები და ამუშავებთ მარტის თვიდან ძალიან კარგად. კარგი, კიდევ რა სიახლე იქნება მარტის თვიდან, რას მოგიტანთ მარტის თვე კარიერაში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ხო, აქ როგორი სიტუაციაა, მეგობრებო? რას მოგიტანთ მარტის თვე? იცით რა, აი აქ როგორი ენერგიები მომდის, იცით? შეიძლება ადრე გქონდეთ ისეთი მომენტი, რაღაც აი თქვენ პროფესიული მხრივ რაღაც ტყუილებში გაეხვიეთ, გქონდა ადგილები ამ ტყუილებს, მაგრამ ამ ყველაფერმა ისე რაღაც აგრესიაში მოგიყვანეთ თითქოს, რომ აი იცით როგორი ენერგიები მომდის, აი ამან როგორ უნდა მომატყუოს, აი ამაში როგორ უნდა შევწდე კიდევ და თქვენ იმდენი იშრომეთ, რომ აი თითქოს რაღაცნაირ შედეგს დაინახავთ აი ამ თქვენი შრომით და აი ამ გარშემო თუ გყავთ ესეთი მატყუარა ხალხი, თითქოს ახლოს აღარ იკარებთ. აი ესეთი ენერგიები მომდის ახლა. მიწია გაჩერება უკაცრავად. და კიდევ რას ვიტყოდი ამ შემთხვევაში, თქვენ საკმაოდ იზრდებით, აი იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებთ, ხო? აი მარტის თვიდან იგრძნობთ, რომ საკმაოდ გაიზარდეთ, რაღაც შედეგს დაინახავთ თქვენი შრომის, მოკლედ და თითქოს აი უყურეთ ეს ხმების 7, ისა კვერთხების 7-იანი როგორია აქ, ხო? აი თითქოს არავის აღარ აძლევთ მოახლოების უფლებას ზედმეტად, რომ ცხვირი ჩაყონ თქვენს საქმეში და თქვენ თვითონ ყველაფერს უძღვებით და თქვენ თვითონ აკეთებთ ყველაფერს, ხო? აი რაღაც ისეთი არკანი გვაქვს აქ. კიდევ ერთხელ ვიკითხავთ, რას მოგიტანთ მარტის თვე კარიერაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ვინც პირველად მიყურებთ, იცოდეთ, რომ ვარიანტები არ მაქვს, მაგრამ აი ხედავთ უკვე, რომ ერთი და იგივე კითხვას ბევრჯერ ვსვავ, რომ ერთზე ერთი რეზონირდება, მეორეზე მეორე. რას მოგიტანთ მარტის თვე კარიერაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. აქ კიდევ ერთ არკანს დავამატებ და ასე იყო საჭირო ნამდვილად ამის შემდეგი ეტაპი მაინტერესებდა და ამიტომ რას მოგიტანთ მარტის თვე, მეგობრებო? ეს ძალიან სხვათა შორის ამათგან ძალიან განსხვავებული ვარიანტია, ასე ვიტყოდი. სიტუაცია, სადაც თითქოს იცით როგორი ის იყო, აი ფინანსურათაც ხელმომჭირნეთ იყავით, ძალიან ბევრი ფიქრი გქონდათ კარიერის მხრივ, აი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. ცოტა აი საკმაოდ ისეთ განცდებში იყავით, ასე ვიტყოდი.
შეიძლება ვიღაცებს წამოსած მოგიწიათ სამსახურიდან ან დახურვა იმ თქვენი საქმის, რასაც აკეთებდით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ფარხმალს არ ყრით. შეხედეთ აქ როგორი კოშკის არკანი გვაქვს, ძალიან საინტერესო. ინგრევა ყველაფერი, ქვეყნიერება ინგრევა. ხალხი ცვივა კოშკიდან, გამორბიან ერთიანობით და ეს ადამიანი ესე მშვიდად დგას. არის ძვრის ადგილიდან, რადგან აი რაღაც იმედი აქვს მაინც, რომ ყველაფერი ისე საშინლად არ არის, როგორც სინამდვილეშია და მართალიც არის. და მართალია რატომ იცით? ადამიანმა თუ ფარხმალი დაყარა, ყოველს გვაქვს ხო რაღაც ისეთი ნეგატიური სიტუაციები ნებისმიერ საკითხში, ხო, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. მაგრამ თუ ფარხმალი დავყართ და არ ვიაქტიურებთ და არაფერი არ გავაკეთეთ იმისთვის, რომ ისევ აღდგეს ის ყველაფერი, ან თუ ის ყველაფერი არა სხვა, რადგან ჩვენ ისევ ვარსებობთ და ისევ ვაგრძელებთ ცხოვრებას, აი რაღაცე ხო ჩვენ ცხოვრებას. ეს ადამიანი ზუსტად არის აი ამ პოზიციაში, რომ ფარხმალს არ ყრის და რაც მთავარია, იმ მთელი შემართებით, ნებით, აი ყველაფერი ძალით, რაც კი გააჩნია, მას აპირებს რომ გააგრძელოს ბრძოლა და აი რაღაც ენერგია შეამოსვა, ტონუსშია ძალიან და აპირებს ბრძოლას ამ ყველაფრისთვის. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო კარიერაში. ბოლო ძალიან საინტერესო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საკმაოდ ნეგატიურ მდგომარეობაში ხართ. ვინც ახლა ამ მდგომარეობაში იმყოფებით, იცოდეთ, რომ თქვენ წინ ისეთი შემართება გელით, მთავარია ფარხმალი არ დაყაროთ. წარმატებებს გისურვებთ ყველას კარიერაში. და ახლა გადავიდეთ პირადზე. რა გველით პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა აქ გვაქვს ასეთი სიტუაცია. ვინც ახლა მიყურებთ, რეზონირდება მათზე, ვინც ხართ უფრო ძირითადად მოლოდინის რეჟიმში, როდის გადმოდგამს ის ნაბიჯებს და ფიქრობთ, რომ ეს თქვენი და მისი ურთიერთობა საკმაოდ იცით როგორი იყო, აი და არის ძალიან შთამაგონებელი, კრეატიული და ამის გამო არ ვიცი თქვენ შორის რა მოხდა, მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ხართ ბევრი თქვენგანი. აქ ასევე ვიტყოდი ფონად როგორი ენერგიებია, საკმაოდ სტაბილური. შეიძლება ვიღაცასთან რეზონირდება ისეც, რომ ოჯახის წევრის მოლოდინის რეჟიმში ხართ. ვიღაცას შეიძლება ასეც ითქვას, რომ გაქვთ კონტაქტი, შეიძლება არ ვიცახი, რომ არ გაქვთ საერთოდ კონტაქტი, მაგრამ აი რაღაცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხართ, ხო? შეიძლება ეს ადამიანი საერთოდ საზღვარგარეთ არის წასული, რაღაც ნაკლები კონტაქტი გაქვთ ამის გამო და ელოდებით, რომ როდის ჩამოვა, აი რაღაც ესეთი მომენტი გაქვთ. ან ყოველ შემთხვევაში ვისთან როგორ რეზონირდება, მაგრამ თქვენ ჩაფიქრებული პიროვნებისგან ელოდებით გადაწყვეტილებას. აი ესე ვიტყოდი. მოდი უფრო მეტად ჩავშალოთ და კიდევ გავიგოთ რას მოგიტანთ ეს მარტის თვე, 2026 წლის მარტის თვე, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ პირად ცხოვრებაში, რას მოგიტანთ? აი აქ ამ ვარიანტში ვიტყოდი იმას, რომ რეზონირდება მათზე, ვინც აი როგორ გითხრათ, უყურეთ პირდაპირ აჩვენებს თქვენი იმპერატორისგან წამოხვედით. აი თქვენი ადამიანისგან ახლა შეიძლება თქვათ, რომ ჩემი ადამიანი თუ იყო, რატო წამოვედიო, მაგრამ თქვენ ესე აღიქვავთ, რომ იყო თქვენი ადამიანი, მაგრამ რაღაც მოხდა თქვენ შორის ისეთი,
რაც საკმაოდ ისეთი ზედმეტი ტვირთი იყო თქვენთვის, აქ იყო რაღაცა მესაკუთრეობის მომენტიც, იცით? აი, შეიძლება ეს ადამიანი საკმაოდ მესაკუთრე იყო და ან თქვენ ხართ მესაკუთრე და უბრალოდ ვერ აიტარეთ მისგან ის მდგომარეობა, რომ ის ძალიან თავისუფალი, თამამი, ხო იცით, ანუ აქვთ მამაკაცებს ის მომენტი და ქალები რო ყავთ ხოლმე, ანუ სოციალურ ქსელში რომ მილიონ ქალბატონთან აქვთ მიმოწერა და აი ესეთი რაღაცები და რო არ უნდა ჩაითვალოს, რომ საეჭვიანო რამე გაქვთ. სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ნორმალური საქციელი, როგორც ქალიდან გამომდინარე ვიძახი. და ზოგადად ქალები, უმეტესად ხა არ ვამბობ რაღაც ავადმყოფურად ეჭვიანი ქალები რომ არიან, ყოველთვის ვგრძნობთ ხოლმე ინტუიციით, ის არის საეჭვიანო თუ არ არის საეჭვიანო. ხო, აი ესეთი ვფიქრობ, რომ რაღაც ამდაგვარი სიტუაცია იყო. ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ სხვათა შორის შეიძლება ეს ვიღაცა, ეს იმპერატორი თქვენთვის როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი, ასევე სტატუსით შეიძლება მეუღლე იყო და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა გქონდათ თქვენ ამ ურთიერთობაში და ეს ყველაფერი აღარაფერს აღარ გაძლევდეთ, ანუ აღარ გაბედნიერებდეთ, წამოხვედით ამ ყველაფრისგან და იპოვეთ ან თუ ჯერ არ გაქვთ ეს მომენტი, აი ამ პროცესში ხართ, თქვენ რომ წახვალთ აი ამ მდგომარეობიდან, აი ამ სიტუაციიდან, მოიპოვებთ თქვენს შინაგან ჰარმონიას. იგრძნობთ, რომ აი ამ მარტისთვის ზუსტად მოგიტანთ აი ამ მდგომარეობას. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც თან კარგი პროგნოზია, თან არც ისე კარგი, რადგან მაინც რაღაცა ინგრევა. თუმცა, როდესაც დასანგრევია ურთიერთობა, აუცილებლად უნდა დამთავრდეს. და თქვენ მიდიხართ იმ ადგილიდან, რაც აღარაფერს აღარ გაძლევთ. არანაირ ბედნიერებას, სიხარულს. და ეს წასვლა მოგიტანთ ძალიან დიდ ჰარმონიას თქვენს სულიერ მდგომარეობაში, რაც ამ წუთას ნამდვილად აღარ გაქვთ. კარგი. კიდევ რას მოგიტანთ მარტის თვე პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რას მოგიტანთ მარტის თვე პირადში? აქ რა ხდება მეგობრებო? სხვათა შორის აი იცით როგორი ენერგიები მომდის? აი პირველ ორ გაშლაში გრძნობ აი წასვლის ენერგიებს. იცით სიტუაციიდან, სადაც ძალიან ცოტას იღებთ, ან არაფერს არ იღებთ, ძალიან მიზერულია თქვენთვის და ძალიან რუტინული და მოსაწყენი გახდა თქვენი ურთიერთობა. ამაზე ფიქრობთ ძალიან ბევრს, მეგობრებო, ძალიან ბევრი ხმლები ამოდის თავს, ნამდვილად ვერ გრძნობთ კარგად. გაურკვევლობაში ხართ, თითქოს არ იცით რა გააკეთოთ, მაგრამ აი ეს მარტის თვე მოგიტანთ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღებას, მეგობრებო. აი ამ ურთიერთობაზე თქვენ აი ძალიან წვრილ მანებში ფიქრობთ, აი რასაც ქვია, შეიძლება დღე და ღამე ეს ყველაფერი გიტრიალებთ თავში და არ იცით რა გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ საბოლოოდ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის იქნება ძალიან კარგი. ანუ ამ ძალიან კარგში რას გულისხმობ? თქვენ იღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომ იპოვოთ საკუთარი თავი და იპოვეთ კიდეც, მეგობრებო, რადგან თქვენ ხართ ყურეთ პენტაკლების დედოფალი. ანუ თითქოს ამ ურთიერთობამ თქვენ დაგაკარგინეთ, თავდაჯერებულობა, გაურკვევლობაში ჩაგაგდოთ და რაღაც ძალიან ბევრ ფიქრებში ხართ და ზუსტად ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებთ საბოლოოდ,
მოგიტანთ საკუთარი თავის დაბრუნებას, ანუ თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის სიყვარულს. შეიძლება ახლა ნაკლები ფინანსები გაქვთ, ანუ არც გყოფნით საერთოდ ძალიან მიზერული და შემდეგ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ან ფინანსებით ძალიან მყარად გექნებათ, კმაყოფილი იქნებით თქვენი ცხოვრებით. ამ წუთას რაც არ გეტყობათ ნამდვილად არ ხართ კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ, რაც არის თქვენი რეალობა. მარტის თვე მოგიტან ზუსტად ამას, აი წასვლას, აქაც იგივე სიტუაციას მიჩვენებს თითქმის რაც ზემოთ. წასვლას იმ სიტუაციიდან, სადაც აი თითქოს აი უხეშად რომ თქვა, მათ ხო ვარსო 5 თეთრს გადაუგდებ, ხო? აი ესეთი შედარება შეიძლება მოვიყვანო ამ ურთიერთობაში, რომ რამაც აი თითქოს ძალიან მენტალური პრობლემებით შეგიქმნათ, ბევრ ფიქრებში ჩაგაგდოთ, აი გტანჯავთ ეს ფიქრები, გაურკვევლობაში ჩაგაგდოთ და არ იცით რა გააკეთოთ. შეიძლება ძალიან ნაღვლიანი იყოს თქვენთვის ეს იქიდან წამოსვლა, მაგრამ თქვენ თავში იპოვეთ იმდენ ძალას, რომ ადგეთ და წამოხვიდეთ, რაც საკუთარი თავისთვის იქნება ძალიან გადაჭარბებით კარგი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამდენი ხმლებიდან გადადიხართ პენტაკლების დედოფალში. რეალურად ეს ხართ, მაგრამ საკუთარი თავი გაქვთ ყავთ დაკარგული, მეგობრებო. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ და დავასრულებ შემდეგ. კიდევ რას მოგიტანთ მარტის თვე პირად ცხოვრებაში? კიდევ რას მოგიტანთ მარტის თვე პირად ცხოვრებაში? მეგობრებო, აქ საკმაოდ კარგი პროგნოზია. აქ ვიტყოდი რას იცით, საერთო ჯამში მარტის თვე მოგიტანთ რაღაცა ერთი ციკლის დასასრულს და ახლის დასაწყისს. ასე ვიტყოდი და ეს დასასრული იქნება რისი, იცით, მეგობრებო, აი ურთიერთობაში, სადაც ბლოკებში იყავით და ან თქვენ ყავდათ მართლაც დაბლოკილი, ან მას ყავდით დაბლოკილი და ასე შემდეგ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანისგან მიიღებთ წერილს, რაღაცა ემოციურ გამოსვლას, რაც მოგიტანთ საკმაოდ დიდ სტაბილურობას. აი ამ ადამიანის ეს ემოციური ვერ ვიტყვი ახლა თავიდანვე რაღაც დიდი შემოთავაზებით მოდის და ეგრევე, მაგრამ მოვა ისეთი ემოციური მესიჯით და ემოციური გამოსვლა ექნება ისეთი, რომ შემდეგში ამ ადამიანის ქმედებები მოგიტანთ დიდ სტაბილურობას და მარტო ამ სიტუაციის სტაბილურობას კი არა, აი დიდხანს რაზე ცოცნებობდით, მეგობრებო, რომ მყოლდეთ გვერდით სტაბილური პიროვნება, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელიც ოჯახისთვის იყო მზად და უშუალოდ ეს ადამიანი შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ნუ ეს ადამიანი ვფიქრობ, რომ არ არის ახალი, იმიტომ რომ აქ რაღაცა ტიპის ურთიერთობა სრულდება უკვე, სადაც არ იყო ისეთი ჩამოყალიბებული ეს ურთიერთობა, ეს სრულდება და საკმაოდ სტაბილურობა მოდის. ამაზე ოცნებობდით თქვენ, საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია გაიარა ამ ურთიერთობამ, იყო ბევრი დარდი და აი ზუსტად რაზეც ოცნებობდით, ეს ადამიანი მოდის აი ამით ზუსტად, მეგობრებო, ძალა იქნება თქვენი. ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს ადამიანი საკმაოდ ესეთი ძლიერი პიროვნება, ფინანსურადაც საკმაოდ ძლიერად არის, გამართულია და შინაგანი სიძლიერეც აქვს. უყურეთ, როგორი პენტაკლების მეფე ყავს გვერდით გელიოზის და ვიტყოდი, რომ საკმაოდ ისეთი ტიპაჟია. აი, თავის როგორ ვთქვა, იმ გელი როგორია, ხო? აი, თან ბრძენი, თან სამართლიანი, ვერაფერს გამოაპარეთ, თითქოს აი ეგეთი ტიპაჟია და შეიძლება იყოს რაღაცის მმართველი, აი რაღაცას მართავდეს, ეგეთი ლიდერი ტიპაჟი მოდის თქვენ ცხოვრებაში. მოდის რა, ანუ იყო ეს ადამიანი, მაგრამ მაშინ არ მოქმედებდა ისე, როგორც საჭირო იყო და ახლა დაიწყებს ამ ყველაფრის ქმედებას. ძალიან კარგი, მეგობრებო, დაგემშვიდობებით დღეს, მშვიდ ღამეს გისურვებთ ყველას.
პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით.